აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა შედგა. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი 124,721,000 ლარითაა განსაზღვრული. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქალაქში დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი განმარტებით ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პროექტი განხორციელდება. მოეწყობა დიდი რეკრეაციული სივრცე, ხელოვნური ტბით და მულტიფუნქციური სპორტის სასახლე. ხუთიათას მამორებელზე არის გაფრთხილი, ერთი დარბაზი და მეორე დარბაზი იქნება 850 მამორებელზე გაფრთხილი. ეს იქნება სათადარიგო დარბაზი. გარდა ამ დარბაზისა, მთელი ეს შენობა ნაგებობები გაფრთხილი იქნება ისწრებით, იქაც ფედერაციის მოთხოვნაც არის და კანონიც ითვალისწინებს, რომ ყველა დაკავებული, ყველა სასადარებელი კომისიება ჭირდება თავისი სივრცე, თავისი მოსაწესრიგებლის მოწმენების გასახმარებელი ელემენტები, გასახმარებელი სივრცეები და ყველა ესენი შეტანილი არის ამ პროექტში. გარდა ამისა, ჩვენ მოგეცემთ, რომ ქალაქში არის ავტონომიური დიდი მუსიკალური არენა და ამ მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეს ექნება მის საშუალება ხელოვნური ჩარევით იქ გადაკეთდეს მუსიკალური არენა და მივიღოთ ისეთი დიდი ანსამბლები და დიდი შემსრულებლები, რომელსაც თავის დროზე მე ვეპატიჟებთ ჩვენ ქალაქში, აი ვიცოდეთ ტექნოლოგიების გამართვა. ესეშვილის თეატრში და ოპერის თეატრში. გარდა ამისა, ფერის პერიმეტრი, რაც პარლამენტის ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის, უნდა მოეწყოს რეკრეაციული სივრცე. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება მთელ საქართველოში 80 ჰექტარზე იქნება გაშენებული ეს რეკრეაცია თავისი განწყობებით, თავისი დასასვენებელი სივრცეებით, ბავშვთა სივრცეებით, ასაკოვანი ადამიანებისთვის დასასვენებელი სივრცეებით, ველოფილიკებით, სასეირნოფილიკებით და ასევე აღსანიშნავია ორი სიახლე ხელოვნური ტბა, რომელიც ჩვენს ქალაქში არასოდეს არ ჰქონია, ეს ტბა არ იქნება მარტო თვით დაბურთვა, არ იქნება ჩაშენებული სასეირნო ნავები, რითაც ჩვენს თანამდებობებს, ჩვენს ახალგაზრდა ერემეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაგეგმილ სამუშაოებზე, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციასა და სხვა მსხვილ პროექტებზე. ერემეიშვილმა ასევე ისაუბრა ახლად დასრულებულ სკვერებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, მათ შორის ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ მდგომარეობაზე. ეს რეკრეაციული სივრცეები, ეს პროექტები ეკეთება ჩვენთვის, ხო? ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამიტომ მის არ ხო მოგაკონებაში აღიქვამს. მის მოვლაში, მის ყურადღებას მისცემაში თვითონაც უნდა ჩაერთო და დაგასწრო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ესეთი ფაქტები, პირდაპირ ძინდა შემიძლია ვთქვა, რომ ვანდალიზმის ფაქტები არ ვიცი რა რამდენად შეიძლება გაკეთება, მაგრამ ახალი სკოლები როცა გაიხსნება ძალიან მალე ბევრი დაზიანებები არის. თუ რამე შეიძლება დაზიანდეს დაწყებული განათლებიდან დასრულებული სარწყავი სისტემით, ყველაფერს ვაზიანებთ. ყველაფრის დაზიანება შეიძლება და ხელახლა გვიწევს ისევ ამ პროექტზე უკანონმდებლობა და დამატებითი თანხების გადახდა ხელოვნურად. არ ვიცი ახლა რაღაცის გამო, ის გამო ამას უკვე ჩვენ ვერ გავარკვევთ, მოხდა დაზიანებები, რამდენიმე სკამი გატეხეს, განათლების სისტემა დააზიანეს. სარწყავი სისტემა ხელოვნურად შემოაბრუნეს, რომ არა ბალახი მოწყობილიყო, არამედ ტროტუარი მოწყობილიყო და შემდეგ ამას იღებენ და დებენ თავის გვერდებზე, რათა უფრო მეტი გამოხმაურება ნახონ და უფრო მეტად იქილიქონ ქალაქზე. ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას მერი ქუთაისში ნარჩენების მართვის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, აი სპეციალურ სერვისებს 25 ერთეული ნაგავ-შემკრები მანქანა გადაეცა, რამაც მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს ქალაქში დასუფთავების საკითხი. დაახლოებით 25 ერთეული ავტოტრანსპორტის საშუალებაა შეძენილი დასუფთავების სამსახურისთვის. ახალი ნავისუბრები გვაქვს შეძენილი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს და განსაზღვროს საქართველოში. As process ახალი 25 მანქანა
ეს მოხდეს იმ საშუალებას, რომ დროულად მოხდეს ნაგვის შემოქმედი გუნდებიდან ნაგვის გატანა და უფრო მეტი შეჭრილი იმოძრავონ მანქანებთან ქალაქში, რათა არ მოხდეს გუნდებს გადავსების საშუალება. მე რამოდენიმე წუთი ჰქონდა შეხვედრა ბიზნესთან, ეს წოდებული სელური მარკეტების მეპატრონეებთან, დიდი სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებთან და ხოლმე ჩვენთან გაჟღერებული უხალისოთები, რომლებიც გამოდის მაღაზიებიდან და გაუკეცად მდგომარეობაში ხდება ნაგვის შემდგომ ბოლოში. ორი ესეთი ხუთის ჩაგდებაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ეს ნაგვის უნდა იყოს გადავსებული. ამიტომ ვთხოვთ, რომ დღის ნებისმიერ განმავლობაში მათ მოახერხონ ამ ხუთების საკუთრების დასასრულებლად გაკეთების სახით და ჩვენ კონკრეტულად ამ ახალი ავტომანქანებთან ერთ-ერთი ავტომანქანა გამოყენოთ იმისათვის, რომ გააკეთოს შემოვლა და მოახდინოს ამ ხუთების გატანა მათი კომერციული ობიექტებიდან, რაზედაც მივიღეთ საუბარ და თვითონაც მაყურებლობა გამოხატეს ხუთის განმავლობაში ეს მათვისაც პროგრამას შემოქმნის და რაღაც დისკომფორტს შემიძლია ბიზნესის მიერ მივიდეთ და მოახდინოთ და გამოყენა და ისიც გამოვაყენოთ, რომ ეს არ არის არანაირი დამატებითი ხარჯებთან დამოკიდებული, აქ არ ეხება არანაირი მოსაკვეთები გადასახადით ჩვენი ძალები, ჩვენივე შემოსავლით ჩვენ ვიშოვებთ ამ უყალისოთების გატანას. ეს კიდევ ერთხელ მოხდეს იმ საშუალებას, რომ ამდენი ხნის არ მოხდეს და ამ უყალისოთებს მიეცეს მეორადი გამოყენების საშუალება. მეგონი ძირითადად ყველაფერზე ვისაუბრე, რაც უნდა მეთქვა მამობა პროექტებისთვის, თუ დამატებითი კითხვები გექნებათ, აკონე დავითი როცა დაასრულებს კონკრეტულად ბიუჯეტის წარმოდგენას, საერთოდ იპასუხოთ ეგრეთ პროცესს. მადლობა. მეგატივმა ქალაქის მერს ასევე კითხვები დაუსვა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალაქში წყალარინების პროექტის განხორციელება და ყოფილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობის დასრულების საკითხი. ასევე ჟურნალისტის მხრიდან კითხვა დაისვა მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მინდა ვკითხოთ საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება ქუთაისში ამ პროექტზე? არსებული ინფორმაციით დღესაც უკვე კომპანია მუშაობს ქალაქში, რომელიც ამ პროექტებს ქალაქის აკეთებს ქალაქის პროექტირებას და ამის დასრულების შემდეგ მე როგორც ვიცი უკვე თვითონ სამინისტროს განხილვის შემდეგ პროექტი უნდა იქნას მოწონებული და შემდეგ დაიწყებენ უკვე ალბათ სამუშაოზე. სამწუხაროდ ეგ კითხვა თვითმმართველობასთან არა. ოქროს ჩარდოხის და ქალაქის ცენტრში რომ მუზეუმის შენობა არის, ამით ბედი გამდგომარეობაში. სულაველოდოთ მათ გახსნას და დასრულებას. ოქრო რაც შეეხება ოქროს ჩარდაღს, იცით რომ უკვე დასრულებული არის, ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მუშაობთ ძალიან აქტიურად პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და ერთ-ერთი ლამაზი სივრცე ექნება ქალაქს თავისი ტურისტული დატვირთვით. რაც შეეხება მუზეუმის ტერიტორიას, უკვე შიდა სამუშაოები სრულდება, იქნება კომუნიკაციების დასრულება და ელემენტარული სამუშაოების დასრულების შემდეგ წლის ბოლოს უკვე ობიექტი დასრულებული უნდა იყოს. და ბატონო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მინდა ვკითხოთ, 5 ჯერ გადავარდა ამ ქუჩაზე სამუშაოები, 18-ში უნდა დასრულებული იყო 18 ოქტომბერს და უკვე ნოემბერი არის. ყოველი წელი გახდება თითქმის რაც მიმდინარეობს აქ სამუშაოები. ერთ-ერთი ალბათ პრობლემატური საკითხი არის ქალაქისთვის და ჩემთვისაც პირადად, იმიტომ რომ თავის დროზე მოხდა რაღაცეების კომპანიასთან არასწორი გათვლების გაკეთება, არ გამოდგა სინდისიანი კომპანია, რომელმაც გააჭიანურა ეს სამუშაოები, მაგრამ უკვე იმ დონემდე ვართ მისული, რომ აი ყოველდღიურად დღეს როგორც ვიცი, საფარის დაგება ორივე ფენის უკვე უნდა დასრულდეს და დარჩება მხოლოდ განათების სისტემა მოსაწესრიგებელი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩართული და მაქვს იმედი, რომ დროულად დავასრულებ. ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 16,962,300 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისათვის 5,800,000 ლარი. ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანისათვის 10,150,000 ლარი.